ერთწლიანი ციკლი არჩევნების სამი დასრულდა და წინ არის 3 წელი მომავალ არჩევნებამდე, როდესაც ქვეყანას ექნება შესაძლებლობა ცენტრალურ თუ თვითმმართველობის დონეზე მშვიდად გააგრძელოს ქვეყნის წინსვლა. ახალი პარლამენტი, პრეზიდენტი და თვითმმართველობა ერთწლიანი საარჩევნო ციკლი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე შეაჯამა. შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს დემოკრატიის ზეიმის დღე უწოდა, რადგან მისივე თქმით მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ ხელისუფლების დამხობას მისი მხარდაჭერა არჩია. დემოკრატიულ მანდატს ჩვენ ვიღებთ როგორც დასტურს და დამტკიცებას აქამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილებისა. ამ ყველაფერს ქართულმა ხალხმა 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაუსვა მისი დემოკრატიული ბეჭედი. და ამას უნდა გაუსწოროს თვალი ყველამ, შიგნითაც და გარეთაც. 4 ოქტომბერი იყო დემოკრატიის ზეიმი, დემოკრატიამ გაიმარჯვა და ქართველი ხალხი გავიდა არა 4-ში 4 საათზე ქვეყნის გადასატრიალებლად, არამედ გავიდა 4-ში 8 საათიდან საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოლიტიკური ნების დასაფიქსირებლად. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი სახელით, პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადო ქართულ ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს, რომელმაც 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ბრძნული ნაბიჯი გადადგეს. შემდეგი უმრავლესობის ლიდერი იყო. ირაკლი კირცხელი ამ ამომრჩეველს გამოცხადებული უპრეცედენტოდ მაღალი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მართლა რთულია მოიძებნოს სოფლიოში, სადაც ერთი წლის თავზე შეიძლება განმეორდეს საპარლამენტო არჩევნების შედეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. 64-ვე მუნიციპალიტეტში გამოცხადებული მაღალი ნდობა საპარლამენტო უმრავლესობის თქმით მმართველ გუნდს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს. სხდომაზე დღეს განსაკუთრებით აღინიშნა წალენჯიხაში დაფიქსირებული შედეგი. 2021 წლის შედეგს კი ირაკლი ზარქუამ წალენჯიხის გაუგებრობა უწოდა. 2021-ში გაუგებრობა იყო ის. გაუგებარი ექსპერიმენტი 4 წლიანი, სადაც კოალიციური ეგრეთ წოდებული მმართველობა ჩამოყალიბდა წალენჯიხაში. იმ პირობას, რაც ჩვენ ვთქვით, რომ 4 წელიწადში განსხვავებული, სახეშეცვლილი, უფრო განვითარებული, უფრო წარმატებული წალენჯიხა იქნება, ამას ბოლომდე მივიყვანდა ზუსტად ამ სიტყვებს ასეთ ამბობთ, იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენს უკან მაგარი გუნდი დგას. ყოველი გაცემული დაპირება მოსახლეობის მხრიდან არის დობით აღქმული, იმიტომ რომ ადამიანები ხედავენ, რომ ყოველწლიურად მათ მუნიციპალიტეტში, მათ ქალაქში, მათ სოფელში კონკრეტული საქმე მიდის წინ და ეს ნდობა დღეს ხელისუფლებას და რაც ყველაზე კარგია თვითმმართველობას მოპოვებული აქვს. ამიტომ ამას შემდგომი რო იტყვიან გაძლიერება და გამყარება სჭირდება. მმართველმა გუნდმა 4 ოქტომბერი ქართული ოცნების გამარჯვების და ოპოზიციის დამხობის დღედ გამოაცხადა. მიმართეს მათ, ვისაც ეგონათ, რომ 4 ოქტომბერს საღამოს 8-ზე მმართველი პარტიის წევრები საქართველოში არ იქნებოდნენ. დღეს 15 ოქტომბერია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და ჩვენც აქ ვართ საქართველოს პარლამენტში. ხალხმა ქართული ინტერესების გამტარებელ ქართულ ოცნებას უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო მილევად რეჟიმში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას მწარე განაჩენი გამოუტანა. ასეთია იმ პარტიების ბედი, რომლებიც თავად ვერ წყვეტენ და უცხოეთიდან კარნახობენ თუ რა უნდა გააკეთონ ზოგადად. საინტერესოა მათ ქვეყანაში პარლამენტის სასახლეში შტურმი და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა როგორ შეფასდება და კანონი რას ამბობს. თუ იტყვიან ღობე თავად დაესხა თავსო. ხელისუფლების დამხობას აპირებდნენ და თვითონ დაემხნენ. სისხლის სამართლის დანაშაული ჯერ გამოაცხადეს და შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩაიდინეს. ახლა კი გამიჯუნაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. საქმე ისე მიდის, არ გამიკვირდება თინა ბოკუჩავა, მიშა ვეღარიცნოს და ლევან სანიკიძემ პაატა ბურჭულაძე. სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ თავისი ყოფილი სასახლე ვეღარიცნო, ადრე უფრო მყარი ღობე იყო. ეს ხალხი არის საქართველოს სირცხვილი. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კანონმდებლები დღეს პირველად შეიკრიბნენ. 4 ოქტომბერი პოლიტიკურად შეფასებულია. არჩევნების შედეგები კი რიცხვებში შეჯამებული.